მოგეხსენებათ, დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა საბავშვო ლიტერატურას, კერძოდ საბავშვო პოეზიას, თუნდაც პროზას. ძალიან მწირია იმ ჟურნალ-გაზეთების რაოდენობა, რაშიც საბავშვო ლიტერატურა იბეჭდება. ამიტომ გადავწყვიტე ჩაგვეტარებია საბავშვო პოეზიის კონკურსი ბუკნაჭო. გამოცხადდა ერთი თვის მანძილზე უკვე ნაწარმოებების მიღება. ლექსები უნდა ყოფილიყო გამოუქვეყნებელი, ანუ იდეაში უნდა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი საბავშვო ლექსი დაწერილიყო და შექმნილიყო. მივიღეთ 93 ლექსი, აქედან 4 ჟიურიმ აარჩია 53 რაოდენობის, ყავს 15 ფინალისტი. დაიბეჭდა წიგნი, რომელიც გადაეცემა საჩუქრად ავტორებს, საჯარო დაწესებულებებს და რეგიონულ ბიბლიოთეკებს. ბუნებრივია, რთულია ეხლა არჩიო, მაგრამ 4 წევრი იყო ჟიურის და მაინც შევძელით, რომ აგვერჩია 15 ფინალისტი, აქედან 3 ადგილი არის საპრიზო. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია საბავშვო კონკურსების ჩატარება და ყოველ წელს ჩატარდება. თავიდან მოგავდა ცალკე მოგავდებს და როგორც დროებით მოსული შორტ და მაინც ყოველდღე გიგონებთ თქვენ ჩვენი ცხოვრების რელსები იქნებით შეხედეთ ამ კედლებს ბავშვობის სურნელი უხდებათ რანებად და როგორ ტკბილია თქვენ გახართ მარტივით გაზაფხული სულელი ბავშვები ეს თქვენი ცხოვრების ბიბლია ჩვენ უკვე დავთვალეთ დღეები თითები სარკესაც მოვარგეთ ფერადი ფარჩები და როგორც ზაფხულის მეხსური ტიტები პირდებით თქვენ მუდამ ჩვენს გულში დარჩებით და თითქოს რაღაცა არ გვიშვებს უხილავ ძაფებით მოვაბეს მერხები და როგორც უთითოდ დარჩენილ კლავიშებს ჩვენ სულებს ფაქიზარ ისევ ქვენეხები და როგორც მერცხლები გაზაფხულს ერია დროანის გავქრინდეთ შეახეთ ტანები ვაღი დარჩება იმ ლამაზ ელია ცადაჩვენ ბავშვობის შევქმენთ კადრები ღრუბლები ტირიან ბუნების შოლტებით ხები მოყვანან სულ უფრო გიტარებს მივდივართ ბაღიდან დღეიდან შორდები და ჩვენგან სახსოვრად ბავშვობას გიტოვებთ სამწუხაროდ არა ვარ განებივრებული მსგავსი კონკურსებით, საერთოდ საბავშვო პოეზია თითქმის ესე რომ ვთქვათ, ამ ხრივ გამოცოცხლებაა საჭირო და მე მიხარია რომ დღეს ვხედავ ესეთ შესანიშნავ კონკურსს, რომელიც ჩატარდა, რომელიც სტარდება და ვიმედოვნებ რომ მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან კარგი პროექტი წამოიწყეს ახალგაზრდებმა. საბავშვო ლიტერატურას ნამდვილად უნდა მიხედვა. და ეს ახალი კონკურსი ბუკნაჭო ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი როგორ გითხრათ, ეჭვი მქონა რომ რაღაც კარგი დავწერე და რამეს მივიღებდი რომელიმე პრემიას, მაგრამ პირველი პრემია არ მეგონა. ასე რომ ძალიან გახარებული ვარ და ვისურვებდი რომ ეს პროექტი გაგრძელდეს ისევ მომავალ წლებშიდაც. ეხლა როგორც ყური მოუკარი ჩაფიქრებული აქვს რომ პროზაშიც, საბავშვო პროზაშიც გააკეთონ ესეთი კონკურსი. წარმატებას ვუსურვებ ბუკნაჭოს წარმატებას და ვისურვებდი რომ ლიტერატურულ კონკურსთან ერთად ბავშვებისათვის იყოს მეტი ჟურნალი და გაზეთი საბავშვო. გვაქვს ერთი კარგი ჟურნალი დილა, მაგრამ სასურველი იქნება რომ დილასთან ერთად სხვა გამოცემებიც იყოს, რომლებიც ბავშვებს შეაყვარებს თავიანთ ქვეყანას, სამშობლოს, გასცნობს ლიტერატურულ სიახლეებს, საბავშვო ლიტერატურას და ასე შემდეგ. ის ცირები მიუჯდეთ პროექტმა კონკურსს საშუალებას გაგვეცა.
ემბარდის პერფორმანსია და მესამე ადგილი აწერია და თვითონ აწერია. ლექსის სახელი თვითონ აწერია ინასე, მომეცი, მე ძალიან საინტერესო. არა, თვითონ აწერია. იგივე ქვია ლექსსაც. ანუ მესამე ადგილი ვინდა პროფესორი არ ვიცი საათის ლექსი თვითონ. Thank you.